ჩვენი გადაცემა გრძელდება და შემოქეთი ამას წინათ, ეს რაღაც ერთი თვის წინ დაახლოებით ვიყავი საბერძნეთში და ძალიან ბედნიერი ვიყავ, წავედი ისე დასასვენებლად და უცებ აღმოვაჩინე, რომ იქ არის ჩვენი არაჩვეულებრივი პოეტის დათო მაღრაძის წიგნის თარგმნილი წიგნის ბერძნულენაზე პრეზენტაცია, რას საკვირველია მეც და ჩემი კოლეგებიც ვინც ვიყავით, წავედით და ვიყავით ძალიან ნამაყები. ძალიან ნამაყები მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ და დათო მაღრაძის პოეტია, რომელიც ბევრ ენაზეა თარგმნილი და იტალიურ თარგმანებზე და ასე შემდეგ ჩვენ ვისაუბრია, მაგრამ აი პირდაპირ რომ აი ამას დავესწარი იმ ქვეყანაში. ეს ემოციები ნახე, თუმცა საბერძნეთში ქართველები და იმდენი თბილი სიტყვა და იმდენი კარგი რამ აი ამ უცხო ქვეყანაში მოვისმინე ქართულ პოეტზე, რომ ნუ რაღაცა ძალიან ამაყი დავბრუნდი იქედან და კიდევ ახლა სიამოვნებით ვისაუბრებ კიდევ ახალ თარგმანებზე და დღეს ჩვენი სტუმარი დათო მაღრაძეა, პოეტი, ამჯერად ინგლისურ და ინგუშურ ენაზე ითარგმნა მისი ლექსების კრებულები და ჰამლეტის სარკისა და ბარაქიანი მიწა, ესე ვთქვათ, ამ ორი კრებულის და ამაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, როგორ მოხდა, განსაკუთრებით მაინტერესებს ინგლისური გასაგებია და ძალიან კარგია, მაგრამ აი ჩვენი რეგიონის, ჩვენი კავკასიის არეალის ენებზეც რომ ითარგმნება ქართული პოეზია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობრებო, თანამედროვე ქართულ პოეზიას. მოგესალმებით, დათო, ძალიან მიხარია, რომ კვლავ ჩვენთან ხარ. ძალიან კარგია ამბიც მოსული და ისიც ძალიან მახარებს, რომ ქართული პოეზია თანდათან უფრო ცნობილი ხდება მრავალი ქვეყნისთვის და სწორედ შენი თარგმანების წყალობითაც მათ შორის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და აი მოდით დავიწყოთ ამაზე საუბარი. პირველ ყოვლისა დავიწყოთ ინგლისურ გამოცემაზე, შემდგომ გადავიდეთ ინგუშურ გამოცემაზე, აი ამ კრებულებზე, რატომ შეირჩა ეს კრებულები კონკრეტულად აი ამისთვის ეს მათი გადაწყვეტილება იყო, თუ შენი შეთავაზება, რომ ესენი ყოფილიყო თარგმნილი, აი როგორ მოხდა მათი, ასე ვთქვათ, უცხო ენებზე თარგმნა. ჩვენც უკვე ინგლისური აღარ არის უცხო ენა, ამის არის, მაგრამ მაინც. მოგესალმებით, მივესალმებით. მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ყურადღებისთვის. ინგლისურ ენაზე ინგლისში თვითონ ინგლისში ეს მესამე წიგნია, რომელიც ბრიტანეთში გამოვიდა. ინგლისურ ენოვანს არ ვამბობ, იმიტომ რომ შეერთებულ შტატებშიც იყო ორი წიგნი გამოცემული, Rare Bird Books, ცნობილი გამოცემების მიერ, მაგრამ აი კერძოდ ინგლისში ეს მესამე წიგნია. წინა წიგნის პრეზენტაცია მქონდა ლონდონში. სხვადასხვა დიდი პატივი მიხვდა წილა და კემბრიჯისა და ოქსფორდის კლუბში პალმალ სტრიტზე გაიმართა ამ წიგნის პრეზენტაცია. ეს კრებული არის ბოლო 2-3 წლის მანძილზე, რაც მიწერია და გამომქვეყნებია ქართულად. თითქმის ყველაფერი თარგმნეს. აი ბოლო 2-3 წლის მანძილზე, რაც კი გამოქვეყნებულა ქართულად, ყველაფერი თარგმნეს. ჯერ ჟურნალ პანორამაში, ის ბრიტანული ჟურნალი არის. პანორამაში იბეჭდებოდა თითქმის განუწყვეტლივ ამ პერიოდის მანძილზე და შემდეგ უკვე ამ საიბერვიტმა ბრიტანულმა გამომცემლობამ 100 გვერდია ეს წიგნი მთლიანად, რაც კი გამოქვეყნებულა პანორამაში შეკრება და გამოსცა წიგნად, რომელიც უკვე Amazon-ზე დევს და იყიდება Amazon-ის ონლაინ გამოცემლობებით იყიდება. რა ვიცი, ისეთი რამ არის, ხა ინგლისური ენა დღეს საერთაშორისოა და ალბათ სამყაროს თუ გინდა რომ რამე გაუზიარო შენი სათქმელი, ალბათ ყველაზე უფრო მეტ საშუალებას ინგლისური ენა იძლევა დღეს. მეტ სივრცეებს მოიცავს. რა თქმა უნდა. ქვეყნებისა და მოსახლეობისა. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ევროპასთან ზოგადად ურთიერთობა, ეს უზარმაზარი კულტურა, რომელიც ჩვენმა ევროპულმა ორიენტაციამ განსაზღვრა. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკას, მე ვგულისხმობ კულტურულ ორიენტაციას, კულტურულ ორიენტაციას და ეს იყო ჩემის აზრით ქართული ევროპული ორიენტაცია, ეს გახლდათ ცივილიზაციური არჩევანი. მოყოლებული გორგასლის ანდერძიდან რომ ნუ მიატოვებთ ბერძენთა გზას, გორგასალი გვიბარებს თავმოყოლობას. მე თუ აღმაშენებლის ისტორიკოსი, რომელიც ამბობს, რომ გელათი ჩაიფიქრა დავითმა
სხვა ათენად და მეორე იერუსალიმად, ანუ იერუსალიმისა და ათენის ჰარმონიაში გამოიძერწა ევროპული რენესანსის და ქართული კულტურის ოქროს ხანა, რომელიც ვეფხისტყაოსნით დაგვირგვინდა. ანუ ეს ევროპული ორიენტაციის პირმშოა. ვეფხისტყაოსანი ჩვენ ხარ ვენახით ნიკოლოზ ბარათაშვილის, ფიროს მანაშვილის და ასე შემდეგ. კი, აზროვნებითაც, კულტურული შემეცნებითაც და ყველაფრით, კი. ეს კი რა თქმა უნდა, ხო, ამიტომ ამას მეტი სიფრთხილით უნდა ჩემის აზრით მოკიდება, იმიტომ რომ არის ხოლმე პერიოდები პოლიტიკაში, ხან წვავდება, ხან ცხრება, მაგრამ ეს არ ექვემდებარება პოლიტიკას. ამას ვერ შეცვლის ვერანაირი პოლიტიკა, იმიტომ რომ ეს ცივილიზაციური არჩევანია და ეს გაგრძელდება. და ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება, ახლა და ჩვენ ვსაუბრობთ, გაგება, ხო? და მიღება. ყველაზე რთული არის ხოლმე ზოგადად, როცა გამიგია თარგმანების, ვინც თარგმნიან, სწორედ პოეზიის თარგმნა. იმიტომ რომ რეალურად ეს პრაქტიკულად თავიდან დაწერას ლამის გულისხმობს, იმიტომ რომ ლექსი ეს არ არის მარტო სიტყვები, ხო? ეს არის კიდევ ის საოცარი სიტყვათა შეთანხმება, ზოგ შემთხვევაში ის რიტმი, ის ჰარმონია, რომელსაც კიდევ თავისი მუსიკალური ხაზიც მოსდევს ხოლმე განსაკუთრებით ჩვენს პოეზიას, რომელიც ძალიან წყობრი და ძალიან რიტმულია ამავე დროს და ძალიან კარგად ექვემდებარება სწორედ აი ამ მუსიკალურ ტაქტს. აი რამდენად ახლოს არის, როცა შენ თვითონ ადარებან, ვინმე ადარებს აი ამ ქართულ და თარგმნილ, თქვათ, მათ შორის ინგლისურ თარგმანებს, რამდენად გამოხატავს, იმიტომ რომ პლუს კიდევ შენ მუდმივად ყოველთვის აფილირებ, რომ ეს არის შენი მრწამსი, შენი იდენტობის, შენი ქვეყნის სახე გინდა წარმოაჩინო, არა მარტო ტექსტით და ისტორიით, რომელსაც ყვება ეს ლექსი, არამედ თავად სიტყვების ერთმანეთთან დაკავშირებით და ამ რიტმული ხაზით. აი ეს რამდენად შეიძლება რომ უახლოვდება თარგმანებში. ზოგჯერ თარგმანა შეიძლება გააფუჭოს ან პირიქით რაღაც სხვა დაწეროს, გაიყოს, მაგრამ სხვა არ არის ჩემ. ну ძალიან ისეთ სერიოზულ ხალხს ზოგს მიაჩნია რომ პოეზია საერთოდ არ ითარგმნება, ზოგს მიაჩნია რომ ითარგმნება, რაღაც სიმართლის მარცვალი ალბათ ორივე მხარეს არის, მაგრამ მე პირადად მიმაჩნია რომ თუ რამე არის სათარგმნელი ის ითარგმნება. ის ითარგმნება, ეგ მართალი. თუ რამე არის ხელმოსაკიდი ის ითარგმნება. ამდენად არსება. მასე რო არ იყოს ვერ გავიგებდით. ვერაფერს ვერ ეხმოვანებთ. ჰომეროსიდან დაწყებული არც ერთი არ გვეწოდინებოდა. სხვათა შორის ძალიან ისეთ მნიშვნელოვანი რამ იყო, როდესაც იყო ესეთ შემთხვევა ჩემ შემოქმედებით ბიოგრაფიაში, რომ როდესაც ივრიდზე თარგმნიდნენ, აშკენაზი ებრაელები თარგმნიდნენ და ამ ცოლ-ქმარმა არ იცოდა რა თქმა უნდა ქართული, თარგმნიდნენ წყარედ და იცოდნენ სხვა ენები, რომელზეც ნათარგმნი იყო, ინგლისურად იყო და იყო კიდევ გერმანულად მე მგონი. რაც იცოდნენ მათ, მაგრამ უცბად მოულოდნელად ჩემთვის ეს არ მომხდარა მანამდე. მომთხოვეს შენი წაკითხული ორიგინალში ქართულად წაკითხული ლექსი ჩაწერე ხმოვანი და შეტყობინები გამოგვიგზავნებოდა. აი ეს არის. ის მაშინ პირველად მოხდა და ეს გავაკეთეთ და ძალიან გამოგვადგაო როგორც მითხრა. რა თქმა უნდა. ჩაწვდომა უფრო გავშინაურდით ამ ჩავწვდით რომ თავარ სათქმელს თითქოს მივადექით და მივაგენით. აი გაუგებარი მათთვის გაუგებარი ენაზე მოსმენილი. განცდით, ეთყობა მარტო ის ხო არ არის სიტყვა თყობა, იქ ემოცია იგრძნობა, იქ ინტონაცია იგრძნობა, განცდა იგრძნობა, განზრახვა შეიძლება დაიჭიროს ადამიანმა. და აი როგორც თარგმნელისთვის სიტყვის სიზუსტე თუ მუსიკალურობა, თქვენ რომელს ანიჭებთ უპირატესობას? თარგმნის დროს. სათქმელი, მთავარია ჩემის აზრით სათქმელი გადავიდეს. სათქმელი განზრახვა უნდა გადავიდეს, ჩემი აზრით. და რა თქმა უნდა ეს ფორმა ხელს უწყობს უკვე იმ სათქმელის გაჟღერებას. და ინგლისელთან თარგმნელს მე თვითონ შევთავაზე უკვე ებრაელებთან შეძენილი გამოცდილება. რომელიც ასევე ჩემსავით მოულოდნელი იყო მისთვისაც, როგორც ჩემთვის თავიდან და ისე აღთხოვანდა ამ მიგნებით. ჩემი მიგნება არა თუ არ დავარქმევდი მიგნებას ამ აი ჩემი ებრაელი მეგობრების მიგნებით ისე აღთხოვანდა ეს ინგლისელი მთარგმნელი რომ მოკლედ რომ მომწერა წერილი იყო სრულად აღთხოვანებული იმით რომ აი
დღეიდან ჩემი თარგმანები უკვე სულ სხვა სიახლოვეს იგრძნობს ორიგინალთან, სულ სხვა სიახლოვე იქნება უკვე ორიგინალთან. დარწმუნებული ვარ. ახლა მოდით ვისაუბროთ ინგუშურ თარგმანზეც და აი ეს როგორ მოხდა და აქაც შევიდა ყველა ბოლო პერიოდის ლექსით. არა, აქ ერთი პოემაა ნათარგმნი ინგუშურ ენაზე. ეს რომელია? ბარაქიანი მიწა, ხო. რომელიც სხვათა შორის ბევრ ენაზეა კიდევ კი, აი სხვათა შორის თქვენ რო ეკავით საბერძნეთში ბარაქიანი მიწა იყო, კი ბატონო. ბერძნულადაც. კი. არა მხოლოდ ბერძნულად. მე ხუმრობ ხოლმე რომ ჩემი კავკასიური ცარცის წრევნა შევკრა. კარგია. ოსურად არის ნათარგმნი, აფხაზურად არის ნათარგმნი, ჩერქეზულად არის ნათარგმნი. და სხვათა შორის ჩემთვის ძალიან დიდი ფასი აქვს იმას, რომ ეთნიკურმა ოსებმა თარგმნეს ოსურად, ეთნიკურმა აფხაზებმა აფხაზურად. ჩემთვის ძალიან პატივსაცემა ხალხმა ლარისა ტუწაყვამ ჩერქეზულად თარგმნა, ჩერქეზულმა ქალბატონმა. ეხა ინგუშურად ზეინაბ ალბოგაჩიევამ თარგმნა ინგუშმა ქალბატონმა, პოეტმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კავკასია ჩვენი სამშობლო, ჩვენი სახლია. მშობლიური სივრცე, ჩვენი სახლი. და მაგით დავიწყე საუბარი ამაზე. და ეხა ავარულად დაიწყეს მოკიდეს ხელი, ავარულ ენაზე. სომხურად არის თარგმნილი. სომხურად ლექსები არის თარგმნილი, წიგნად არ არის გამოცემული, მაგრამ ლექსები არის თარგმნილი. ბატონმა ნუგზარ ანთელავმა მიიღო ძალიან დიდი მონაწილეობა ამ პროცესში, რომ აი კავკასიურ ენებზე გავრცელებულიყო თანამედროვე ქართული სიტყვა. და მადლობა მინდა უთხრა მას ამისთვის. სხვათა შორის ინგუშების თემას შევეხეთ და ერთ სამძიმარი უნდა ვთქვა, ჩვენ იქ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, ტრაგედია 8 წლის ბიჭმა. საოცარი. საოცრება ძალიან მნიშვნელოვანი რამე მოხდა. დიდი ტრაგედია, მაგრამ თავგანწირვის დღესასწაულიც არის ამავე დროს. 8 წლის ბიჭმა გადაარჩინა მეგობარი. და თვითონ დაიღუპა წყალში. 8 წლის ბავშვი. აი გასაკვირიც არ არის ამ დერბიჩევი. ეს ის შემთხვევა, სადაც ღმერთი არ კითხულობს ნაციონალობას, აღსარებლობას და არაფერს. და ასე ერთად იყო ხელიურევია. და ყველა ერთად მუსლიმიც და ქართველიც ერთად შევიდა და ერთად ლოცულობდა შემდგომ ამ ბიჭის სულის მოსახსენიებლად. დათო და აი კიდევ ერთი რამ მაინც არ შემიძლია არ გითხოთ როგორ უყურებ, როდესაც სხვები კითხულობენ შენს ლექსებს. აი მსახიობები მაგალითად მოგწონს თუ არ მოგწონს ზოგადად, როდესაც არტისტი კითხულობს ლექსს. მე არ მიყვარს ხოლმე მაინც და მაინც მე პოეტის აკითხულობ. შვიდად უყურებ. აუღელოებლა. ერთხელ იყო ესეთი საკანის თეატრალიზებული საკანი გავაკეთეთ ძველი მმართველობის პერიოდში. საკანი დავდგით და ჩემი მეგობრებთან ერთად ქალბატონ ნანაშონიასთან და ზაზა პაპუაშვილთან ერთად ვკითხულობდით ლექსებს და რა ვიცი მე იმათ საკითხული უფრო მომწონდა. ბატონო დათო, აი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვცხოვრობთ ჩვენ. როგორ ფიქრობთ აი ამ დროს, რა შეუძლია პოეტს და რას ვერ შეძლებს მანქანა? მანქანას აქვს ინფორმაცია და ადამიანს აქვს ემოცია. რაც მანქანას არ შეიძლება ჰქონდეს. ადამიანი ღმერთმა შექმნა ხატად და მსგავსად თვისად. ადამიანი ხატად და მსგავსია ღვთის და ხელოვნური ინტელექტი ხატად და მსგავსად შექმნილი არ არის ღვთის. ის ალბათ საჭიროა გამოიყენება. კი რა თქმა უნდა ინფორმაციის სამშობლოდ მე თქმა უნდა ყველანი. მაგრამ მე ამასთან მივეცი ემოცია, წმენა, სიყვარული. რაც ადამიანად აქცევს რაც ადამიანად აქცევს ადამიანს. თუმცა მე ვუთხარი ერთხელ დამიწერე მაგალითად გალაქტიონის სტილში რაღაცა სიყვარულზე ფოთოლზე და რაღაცა დაწერა. რაღაცა შეუძლია. დაწერა კი. ასოლის ამასთან დაკავშირებით ეხლა მომაგონდა ერთი რამ რომ კი. სცენარებს აწერიებენ ჰოლივუდში. აი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ჰიუგოსი. იქ მოქმედება მე-15 საუკუნეში ვითარდება თუ სწორად მახსოვს და კლოდ ფლარო, რომელიც არის არქიეპისკოპოსი.
იმას პირველად რო აჩვენებენ ნაბეჭდ წიგნს, ნაბეჭდი წიგნი მაშინ შეიქმნა პირველად და რომ დახედა ნაბეჭდს ამბობს რომ ეს მოკლავს ეკლესიას. ანუ წიგნთან დაამყარებს კონტაქტს ადამიანი და დაკარგავს ეკლესიას და არ მოხდა ესე წიგნმა თავისი ადგილი დაიკავა ეკლესიას თავისი ადგილი და გამონი ესე გაგრძელდება ეკლესიამაც ეს წიგნი გამოიყენა. გემანდელ ენაზე რო ვთარგმნოთ ეს ამბავი. ისე როგორც პოეზიამ შეიძლება გამოიყენოს. ძალიან დიდი მადლობა დათო, დარწმუნებული ვარ რომ არაერთხელ იქნება კიდე ჩვენი სტუმარი პოეტი დათო მაღლი თავისი ახალი თარგმანებით და არა მარტო თარგმანებით, ახალი ქართული კრებულებითაც, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს შენი პოეზია, ჩვენ გულისხმობ მაყურებელს და ჩვენს კონკრეტულად მე და კეთისაც და ამიტომ გელოდებით სიახლეები ყოველთვის და ყოველთვის იქნება ჩვენი სტუდია ღია ყველა ნიჭიერი ადამიანისთვის, რომელსაც აქვს დიდი სიყვარული თავისი ქვეყნის და დიდი სურვილი, რომ თავისი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია ხატრულ პოეტურ ენაზე გაიტანოს, იმ ენაზე, რომელიც პოეტად გასაგებია ვიდრე პოლიტიკა მთელი კაცობრიობისთვის, გაიტანოს ჩვენი ქვეყნის პატრიოტებთან და დიდი მადლობა ამ შრომისთვის.